გამარჯობა ჩემო მეგობრებო, მე ვარ ძალიან მაგარ ბიჭთან ეხლა ერეკლე შავიშვილთან გოლდსმითში. ძალიან მაგარ სახთელში და ერეკლე მოგვიყვება ეხლა ჩვენ თავის ისტორიას, თავისი ბრენდების ისტორიას, ჭაჭაზე ვილაპარაკებთ, ნახავთ გამოსახთელ აპარატურას, ნახავთ ჩამოსხმის პროცესს და ძალიან საინტერესოდ ვისაუბრებთ ჩვენ ამ ყველაფერს. გამარჯობა ერეკლე. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად. ძალიან გამიხარდა რომ გესტუმრე და ძალიან აღსთოვანებული ვარ მე შენი აი ამ გარემოთი შრომით და იმით რასაც აკეთებ და ის კიდე უფრო გამიხარდა რომ ჭაჭა გიყვარს. მადლობა რომ ესტუმრეთ. როგორ დაიწყო შენი ამბები, აბა მითხარი ახლა. ყველაფერი აქამდე როგორ მოხვედი რომ აი ეს აქამდე საკმაოდ გრძელი გზა იდეაში გავლილი. ყველაფერი როგორც ყოველთვის იწყება ინტერესით და ჰობით, ხო? ინტერესი და ჰობი მოდის ოჯახიდან. მამა ჩემი ამ შემთხვევაში განმაპირობებელი. მაგრამ ეს იყო ოქრომჭედლები ხართ ხო? ოქრომჭედლები, ბევრი ინტერესი არსებობს. ექიმები არიან რეალური პროფესია, ჰობი ბევრი შეიძლება იყოს და ერთ-ერთი იყო ეს ღვინის დაყენება, ჯანსაღი დაყენება და გამოხდა. და ეს ჰობიდან მე გადაიზარდა უკვე აკადემიურ განათლებაში, შემდეგ უკვე 2019 წელი, 2020 წელი იყო პირველი ნაბიჯები, როდესაც უკვე გადავწყვიტე რომ ამისთვის მიმეცა ბრენდის სახე, მიმეცა ბიზნესის სახე მარტივად რო ვთქვა და გამოგვეხადა პირველი პარტია, შექმნილიყო ეს ბრენდი, რაღაც ჩამოვიტანეთ ეს სახდელი პირველად და აქედან დაიწყო ეს ყველაფერი. შემდეგ ენელა ეტაპობრივად გავზარდეთ სადამდე. ეხლა როგორ ახართ? ან კარგ განვითარდა ბიზნესი, წავიდა საქმეში. ბიზნესი განვითარდა, ვითარდება. ვითარდება, ხო, ეს განვითარდა, ცოტა ის. ვითარდება. 2 წელია გვაქვს ექსპორტიც უკვე. საზღვარგარეთ გაგა. კი. რამდენ ქვეყანაში? ბალტიისპირეთის ქვეყნებია ძირითადად, ჩინეთი, რაღაც რაოდენობით გერმანია და ამით ამოვიწურებთ. ჭაჭაც და ჯინიც. ყველაფერი კი. ესე იგი, რეებს აწარმოებ ახლა მითხარი შენ? კლასიკური ჭაჭა დავარგებული მუხაში, ჭაჭა შებოლილი და რომელიც არის ექსკლუზივი, ხო? ჯერჯერობით ექსკლუზივი. და ჯინი კი. და აი შებოლილი ჭაჭაზე ვიტყვი, კიდე გექნება საშუალება რომ და გემოვნა. და მე კარგად ვილაპარაკოთ მაგაზე. იმიტომ რომ ეს შებოლილი ჭაჭა უკვე მეორე სახეობა იქნება, რომელიც არის უკვე დავარგებული მუხაში, რომელიც ვთვლი რომ ძალიან ნახავთ იქით რო გადავალთ გექნება საშუალება. არის კლასიკური ჯინი და კიდე გვაქვს კლასიკური არაყი, მოკლედ, რომელიც არის ჩვენი მუშაცხენი, ასე ვთქვათ რა. კარგი, აქ რა იხდება ახლა? ახლა აქ იხდება ჭაჭა. ამ სახთელში როგორც წესი სახთელზე მომიყევი რა, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ზოგადად პროდუქტზე, მაგრამ ძალიან საინტერესო არის ტექნიკა თვითონ. ხო. გამოხდის ტექნიკა და ხო, ძალიან ბევრს ნიშნავს რა. ეხლა ძალიან საინტერესო აპარატი გაქვს შენ. ეს აპარატი რითი ცხელდება? ეს აპარატი ისევე როგორც ეს აპარატი ცხელდება ორთქლის გამოყენებით. გვაქვს ერთი ცენტრალური ორთქლის გენერატორი, რომლიდანაც მაღალი წნევით ვიღებთ ორთქლს და პერანგებში ტრიალებს ორთქლი და აცხელებს ამ სახთელებს ორთქლი ჩემი აზრით არის ყველაზე ეფექტიანი. დენზე უკეთესია შენი აზრით? კი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტზე, რა ჯდება ერთი ხდის ციკლის ენერგია, ორთქლი ყველაზე უკეთესია, მაგრამ ორთქლი შეგვიძლია მივიღოთ დენით, შეგვიძლია მივიღოთ ბუნებრივი აირით. აი ბუნებრივი აირით თუ იღებ, მაშინ კი. თუ დენით იღებ, მაშინ ძალიან ძვირია. ეხლა აქ რა პროცესი ხდება? მე კი ვიცი, უბრალოდ მინდა რომ ვაყურებელმაც რომ ცოტა წვრილად თავხსნათ, აი რა ხდება აქ ახლა? ჭაჭა იხდება? ჭაჭა იხდება, მაგრამ არ უნდა გვეგონოს ახლა ამაში ეს ჭაჭის მასაა მოქცეული. აქ არის ეგრეთ წოდებული ორნახადი ჭაჭა, ანუ სახლურად გამოხდილი ჯიგრული ორნახადი ჭაჭა მოკლედ აქ. რომელსაც მე უკვე ვუშვებთ სვეტზე. როგორც წეგან პირად საუბარში გითხარი, მე მიმაჩნია, რომ თუ გვინდა რომ მაქსიმალური ხარისხი მივიღოთ და თან ბიზნესის გადმოსახედიდანაც სწორი იყოს, მაშინ აუცილებლად გჭირდება საბოლოო ხდისთვის სვეტით აღჭურვილი სახთელი. ეს უკვე კონკრეტულ ბრენდზე და დისტილერზეა დამოკიდებული, მას ექნება 4 თებში, ექნება 12, 18, 10 თუ ასე შემდეგ, მაგრამ სვეტი ჩემი აზრით არის აუცილებელი. აი, ეხლა შენ გმითხარი, რატო არის აუცილებელი სვეტი
როცა შეგვიძლია ჩვეულებრივი პოდსტილის აპარატიდანაც მივიღოთ კარგი ხარისხის ჭაჭა. ხო შეიძლება აქედანაც მივიღო, უბრალოდ უფრო ბევრჯერ გამოვხადო. ამას სვეტი არა აქვს. ამას აქვს. ამას აქვს. ეს რას გაძლევს სვეტი? კარგი, დავიწყოთ იმით ეფექტიანობა ფოცთის აქვს 40-70%. ანუ შეტანილი ალკოჰოლის უკან ამოღების კოეფიციენტი ასე ვთქვათ. ამას აქვს 92-94%. ეს პირველი უპირატესობა. კი ბატონო. მეორე უპირატესობა საბოლოოდ მაინც არის პირველი ხარისხი და მეორე ისევ მივდივართ ბიუჯეტზე, რა დაჯდება საბოლოო პროდუქტის წარმოება. თავების მოხსნის ამბავი როგორ არის? თავების მოხსნის ამბავთანაც მივალთ კი ბატონო. თუ გვინდა მაღალი ხარისხი, ну, აი ეს ძალიან სუბიექტურია, ჩემი გადმოსახედიდან ვამბობ მაღალ ხარისხს, სხვა შეიძლება შედარებით სხვანაირად შეაფასოს. პოდსტილზე გვჭირდება 5-6 ხდა. რო მიიღო თქვათ ის რაც შეიძლება ერთად 4 პლუსი ხდა. ნედლეულზე ბევრია დამოკიდებული ხა ეს ამ შენი გამოცდილებით ამბობ. ჩემი გამოცდილებით ამბობ. ამ შემთხვევაში ჩვენ შევიტანეთ ორნახადი. აქ ეს სვეტი ყოფნის დაახლოებით აი ეს უხეშად რო გითხრა, ერთი თეფში შეგვიძლია ჩავთვალოთ 9 ხდად. გასაგები. 1 2 3 3.5. აი ეს უხეშად რო ის რასაც აკეთებს ეს 4 ხდაში ეს აკეთებს სვეტში აკეთებს 3.5-ს პლუს პირველი აორთქლება ქვაბში, ეს უკვე 1 და შემდეგ გაგზავნა. აი როგორ აკეთებს შეგიძლია მითხრა ამოდის იქაც ამოდის ორთქლი მე ვიცი კიდევ მეორე უბრალოდ მაყურებელს შევაუხსო იქაც ამოვიდა ორთქლი გაცივდა წავიდა აქ რა ხდება შიგნით ეს თეფშები რას აკეთებენ კი ამ შემთხვევაში თითოეულ თეფშზე გვაქვს სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი რეალურად ამ თეფშზე აქ რაც უფრო ზემოთ მივდივართ ტემპერატურა უფრო დაბალია რა აღმავალი ორთქლის კონდენსაცია ხდება შემდეგ ისევ აღმავალი ორთქლის გაცხელება და რედინსტილაცია გასაგებად ვთქვათ. ჩადის შემდეგ ქვევით და ეს პროცესი მიმდინარეობს, როდესაც სვეტი მეტნაკლებად სტაბილურ მდგომარეობაში მუშაობს. ყველა აი ამ თეფშზე იდეა სხვადასხვა იქ ასული ორთქლი არის უფრო წმინდა. უფრო წმინდა. იქ უკვე აი ზემოთ გამაციებელი დგას. მაცივარი. ხო, მაცივარი დგას. ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სვეტის შემთხვევაში. რეფლუქსის კონტროლისთვის რა. იქ ხდება გაციება, ოღონდ არასრული გაციება. არ ვახდენთ სრულ გაციებას. აგრილებს. ნახე, იმ მაცივრის ზემოთ დგას ტემპერატურის სენსორი. ერთსა, იქ რო ორთქლიადის წყლად არ იქცევა, წყლად კი არა და ანუ სითხეთ არ იქცევა. ნაწილი იქცევა, ნაწილი არა. ნაწილი ისევ ორთქლად რჩება. ორთქლად რჩება. აბა მომიყევი მაგაზე? მაცივრის ზემოთ არის ტემპერატურის სენსორი. ხო. ამ ტემპერატურის სენსორზე ჩვენ ახლა ვხედავთ 75.2, 75.3 გრადუს ცელსიუსს. ანუ ყველაფერი, რაც 75 და 2-ზე ჯერ კიდევ ორთქლის სახით შენარჩუნებულია, მას უკვე ვიღებთ აქ საბოლოო პროდუქტად. რაც ამ ტემპერატურაზე სითხედ იქცევა, ის ბრუნდება ქვაბში, იმიტომ რომ არასაკმარისად თავიდან ამოდის. ხო, არასაკმარისად წმინდა. ეს ციკლი გრძელდება იქამდე, სანამ საკმარისად არ გაიწმინდება, თუ აქვს ამ გაწმენდის პოტენციალი, სულ შეუძლია რომ გაიწმინდოს. თუ გაიწმინდა, ვიღებ პროდუქტად, თუ არ გაიწმინდა, რჩება ქვაბში. ესე იგი, ეს სვეტი ჩვენ გვაძლევს იმას, რომ პროდუქტი არის ძალიან მაღალი ხარისხის. პროდუქტი არის მარტივ ენაზე რასაც ეძახიან გაფილტრული, ანუ ეს არ არის სწორი ტერმინი, მაგრამ კი ბატონო, მე თვითონ ფილტრავთ ხოლმე ნახშირის ფილტრში, ჭაჭას თქვა. ამას აღარ ჭირდება. ამას აღარ ჭირდება. კიდევ ერთი მომენტი არის ჭაჭის ხდაზე. ეს არის საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც გვეუბნება, რომ 85% ალკოჰოლის შემცველობაზე მეტი არ შეიძლება რომ გამოიხადოს ჭაჭა. მაგეებზეც ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკოთ და განსაკუთრებით კიდე მინდა კითხვა აქციისთან დაკავშირებით რაღაცებით, ცოტა მერე ვილაპარაკოთ მაგასთან დაკავშირებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია და და მაგას სულ ვამბობ ხოლმე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. დღეში ამ აპარატს რამდენი ლიტრის გამოხდა შეუძლია? დღეში ეს აპარატი ასწრებს მხოლოდ ერთი გამოხდის ციკლს. ერთი გამოხდის 300 ლიტრი მოცულობა. ნუ დღეში ჩვენ გულისხმობთ, რადგან აქ გვაქვს სტანდარტული 8 საათიანი სამუშაო დღე. 8 საათი. ამ საათში. ამ აპარატზე მომიყევი ცოტა უფრო წვრილად.
ეს არის ჯერ აქ ჩატვირთავთ, მასა მოვიდა, თქვათ. კი, მასა მოვიდა. ამას ჩატვირთავთ. ჯერ აქ ჩაიტვირთება და აქ მიდის აი უბრალოდ მასის სითხედ ქცევა რა. ანუ რაც რაიმე ალკოჰოლი. აი, სოფლებში რო არის ხოლმე ძველებური ისა, იგივე პრინციპი მიდის. რაც კი ალკოჰოლი შეიძლება იმ მასიდან ამოვიდეს, გვინდა რომ ამოვიღო და მივიღოთ სითხეთ. იქ არ თავებს არ ხდება. არანაირი განცალკევება არ ხდება, არც თავებს. უბრალოდ სითხე მოგა. უბრალოდ სითხე. შემდეგ ხდება, აქეთ ხდება უკვე თავში, ხო. ნუ ამ სახდელს უმთავრესი დანიშნულება სხვა აქვს, ჯინის ყადათ აქვს ამას და ჯინის ყდაში ვიყენებთ. ნუ უმთავრესი დანიშნულება ეგ არის, მაგრამ ნუ თავისი შინაარსით არის ფოცტილი კლასიკური სახდელი, შეგვიძლია გამოვიყენოთ პირველ ნახადების მისაღებად. შენ წეღან მითხარი პირად საუბრებში, რომ ეს აპარატიო რო ჩამომივიდაო, სამჯერ გადავაკეთეო და ძალიან მაინტერესებს, რომ მეგობრებო, ერეკლი არის კიდევ ძალიან კარგი ტექნიკოსი. ტექნიკოსი ქვია თუ ინჟინერი მამაღალი ნათქვამია ინჟინერი, მაგრამ და შეუძლია რომ ასეთი დონის აპარატები გადააკეთოს, გადმოაკეთოს თავის გემოზე მოირგოს და რა მითხარი იცი რომ იყიდე და ჩამოვიდა თავიდან იმისი რა არ მოგეწონა რა იყო ისეთი რომ შენ არ მოგეწონა და გადააკეთე რა ძირითადად ეს ყველაფერი გამოწვეული იყო გამოუცდელობით და უცოდინრობით ინფორმაციის არ ქონით რა პირველი რაც გადავაკეთეთ, გადაკეთება არ იყო შევცვალე, ანუ კომპონენტი მოუხსენი გადავაგდე და აქ ავაწყვეთ, ეს იყო მაცივარი, გამაგრილებელი. ეს სხვანაირი იყო, ხო? ის და თავარი პრობლემა იყო, პატარა იყო. ის იყო პატარა, ვერ ქაჩავდა მარტივ ენაზე რო თქვა, ვერ ქაჩავდა გაგრილებას. შემდეგი ეტაპი იყო გაუკეთდა არ ქონდა არანაირი პერანგი. არანაირი. გაკეთდა პირველი პერანგი, რომლის ქვემოთ ცეცხლი ენთო და უბრალოდ რაღაც მილიდან გადიოდა ალი გარეთ. ფაქტობრივად შენი აწყობილი. ხო, ამის შემდეგ იყო უკვე ისევ ქვემოდან ცეცხლი ენთო გაზის, მაგრამ უკვე სითხის პერანგი ქონდა რა. აჰა, გასაგებია. სითხის პერანგი ქონდა. ნუ მომრევი დავამატებინე აქ აი ეს. და ბოლოს ალბათ ორთქლი. ხო და ნუ ბოლოს უკვე კაპიტალური გადაკეთება იყო, როცა ორთქლის სისტემა დაუნერგე იმ სახდელთან ერთად და ესაც ჩავხდე იგივე ქსელში. ანუ ეხლა ეს შენი გადაკეთებული აპარატი არის სრულად თანამედროვე აპარატი, შეიძლება ითქვას, ხო? კი, ბევრ რამეს დავამატებდი კიდევ. და ალბათ დავამატებ მე. ალბათ უფრო სხვა სახდელს დავამატებ, მაგრამ ამასაც მათ შორის. ნუ დღეს უკვე დღევანდელი მიზნებისთვის რაც არ მომწონს, ეს არის უკვე სვეტის საათობრივი წარმადობა ამისთვის აღარ ყოფნის უკვე. არ ყოფნის სასურველია, რომ მაგალითად 2 ციკლს ვასწრებდეთ დღეში გამოხდის და არა 1 ციკლს. და ამისთვის უკვე გზაშია ახალი კომპონენტები და ერთმა ხელი მოგიმართოთ ძალიან მაგარია. ახალი სვეტი. ძალიან მიხარია. ამ აუზებში რას ინახავ ხოლმე? ამ აუზებში ძირითადად ინახება დისტილატები, საბოლოო პროდუქტები. ხა მაგალითად ჩვენ აქ ვიღებთ დისტილატს, რომელიც არის საკმაოდ მაღალ ალკოჰოლური. ვინახავთ მას, ამ ნუ კუპაჟის შემდეგ ვინახავთ ჩამოსვამდე თუ დავარგებაზე უნდა გაეშვას და უბრალოდ მუხა უნდა შევიტანოთ შიგნით, მუხის მტკეჩი ასე ვთქვათ. იგივე აუზებში ხდება ჩამოსხმის ფილტრაციებს შორის ამ აუზებს. მოკლედ ჩვენი მუშააუზებია ეს რა. მუშააუზები. წავიდეთ ახლა ერეკლე ჩამოსხმის პროცესი ვნახოთ და ბოლოს ბარში გადავინოთ. წამოდით. ამეებზე სხვა რა ვთქვა, თუ მე რო გამოვალ. ამაში ავარგებ, ხო? ხო, ამაში ეხლა 4-ვეც არის, იმიტომ რომ დავცალეთ უკვე და ხო. კი, ანუ ის რო ამბობ რომ მუხაში შენახული ჭაჭამაკო, ესენი არის რა. ესენი არის სხვადასხვა რამდენ ხანს იყენებ ხოლმე სხვადასხვანაირად ვაძველებთ რა, მოკლედ ამ ეს კასრები ნუ საერთოდ სხვა პროდუქტი ინახებოდა ამაში ჭაჭა რომელიც ჩემი პირველი გამოხდა იყო და 2009-18-ში გამოიხადა საერთოდ ის ჭაჭები და ისინი ინახებოდა რომელიც შემდეგ სპეცრელიზებად ჩამოესხა და გაიყიდა სამწუხაროდ ყველა საზღვარგარეთ და საქართველოში არა. შენთვისაც არ დაიტოვე ეს რა. კი არის რაღაც ნიმუშები შეგვეძლება რომ ნახოთ. რა კასრები არის? ეს არის ეგრეთ წოდებული მეორადი კასრი საფრანგეთიდან, წითელი ღვინის კასრი. ნუ კონკრეტულად რომელი ღვინო ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ წითელი ღვინის კასრებია ეს 4-ვე. ნუ აქ კიდე ბევრი კასრი იყო, მაგრამ რადგან ამ წამს არ ვიყენებთ გატანა მომიწია. ხო, არ გვაქვს ფართოვი და ამის გამო. თუმცა ნუ ესეთია ყველა რა. ყველა ამ ზომის არის ყველა. იყო რამოდენიმე ბრენდის კასრიც. კონიაკის კასრი, რომელიც ნუ კიდე საერთოდ სხვა სამყაროა, მაგრამ ძირითადად ეს კასრები ღვინის კასრი. და დიდი ხანი იყენებ ერთ კასრს? დიდი ხანი, აი
დიდი ხანი ერთ პროდუქტს რამდენი ხანი ვაძველებ მაგას თუ არა, აი ორჯერ დააძველე სამჯერ. კასრები შეგვიძლია გამოვიყენოთ რეალურად ერთი წამით თუ რომანტიკას მოვაშორებთ და რეალობაზე ვილაპარაკებთ, საკმაოდ დიდი ხანი შეგვიძლია გამოვიყენოთ კასრი. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რასაც დაძველებას პირველ რიგში უკავშირებენ ეს ფერი არ გქონდეს რა. ჩვენ შეგვიძლია დასავარგებელი სითხე დავავარგოთ მუხის ტკეჩზე, მაგრამ იქ არ გვაქვს საკმარისი ოქსიდაცია და რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე გადმოვიტანოთ თუნდაც ნეიტრალურთან ახლოს მისულ კასრებში და შემდეგ იქ გააგრძელოს უკვე სრულყოფა. ამიტომ საკმაოდ დიდი ხანი შეუძლია იმუშაოს თუ სწორად გამოიყენებ და წარმოების პროცესს სწორად დაუგეგმავ რა. ანუ ერთხელ რო იყიდი, შეგიძლია კი, საკმაოდ ბევრი ციკლი შეუძლია რომ გაიაროს. ამიტომ საკმაოდ კარგი ინვესტიციაა. ძალიან კობძანდი. წავიდეთ ჩამოსასხმელში. აქ რა ხდება ახლა? ჩამოსხმას ამ ეტაპზე ხელით ვახორციელებთ. აქეთ ხდება მე ვიცი რომ ერეკლე რადგან ძალიან კარგი ინჟინერი არის, თავისი ხელით აქვს მეგობრებო აწყვობილი ეს ოთლების სარეცხი 18 მოგვიწიანი მოგვიწია აწყობა შეიძლება იყოს ჩემი მეგობარი დახმარებით რომელიც შედუღების ნაწილში არის პროფესიონალი. კარგად რეცხავს, ხო? ძალიან კარგად რეცხავს. აუ, მანგარია. იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი ერთი დადებითი მხარე აქვს კიდე ამას, ნებისმიერ წამს შეგიძლია ტუმბო თუ გაფუჭდა, სხვა ტუმბო დააერთო. ტუმბო დააერთო და იმუშავა. კი, და ძალიან კარგად რეცხავს. გამორეცხვისთვის ვიყენებ ალკოჰოლს, სპირტს ვიყენებთ. მაღალი წნევით რეცხავს და პრობლემა არ გქონია არასდროს სრულყოფილად აკეთებს. აქ რა ისხმევა ახლა? ეხლა ვასხავთ კლასიკურ ჯინს. London Dry Style ჯინია მოკლედ. ეს კონკრეტული ჯინი კიდევ ერთი საფეხური გაიარა სულყოფის წეგან ლაპარაკობით, ხო? ესეთი იყო და ეხლა პირველი ჩამოსხმა ამ კონკრეტული ჯინის. აქამდე არ ჩამოგვისხავს. ეს არ ჩამოგვისხავს. აქ უკვე სხვა ჰიბრიდული მეთოდი წყალებში გამოვიყენეთ, ნაწილი ჯინის კალათაში გაუშვით ინგრედიენტების, ნაწილი ქვაბში გაუშვით და კიდე ცალკე სამყაროა რა ჯინის ამბავი და იცი რა მინდა კითხო, საინტერესო რამეს ამბობ. გამომხდელმა ადამიანმა, დისტილერმა, რამდენად ხშირად უნდა ჩაატაროს ექსპერიმენტები, იმიტომ რომ შენ ამბებს რომ უსმენ ხოლმე და შენ რო გიყურებ ხოლმე, ხან ისი აკეთებ, ხან ანუ ხშირად აკეთებ ექსპერიმენტებს. რამდენად მნიშვნელოვანი არის იმისთვის რომ რაღაცას მიაგნო ალბათ. ანუ ვერ მიაგნო, არ ვიცი, მაგრამ რას გაძლევს? დისტილერისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს შემოქმედებითი პროცესი. აი მე რა სიხშირითაც ვაკეთებ, ეგ კიდევ არაფერი არ არის, იმიტომ რომ როდესაც გაქვს ბიზნესი, იქ კიდე ბევრი ტექნიკური და მოსაწყენი საკითხია, რომელიც დროს გართმევს. მაგრამ რეალურად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არ არსებობს რა, ექსპერიმენტები, რაღაც ცადო არ გამოვიდეს, ეგაც შედეგია რო არ გამოვიდა, რაღაც გამოვიდეს. თუნდაც ხარჯი აქვს მაგაზე არ გამოვიდეს, რა პრობლემაა? ეგ არის ძირითადი საქმიანობა არის ეგ რა. ანუ ესე რომ რაღაცა ერთს მიაგენი და გაჩერდე, აი მომწონს ეს და კარგი, არა მართლა ხო შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ არ ჩერდები რა. ამა კიდე სხვა ვნახოთ. ჩვენ მეორე ბეჭში რო გამოვუშვით ჯინის, პირველ ბეჭშიც კარგი იყო, სულ პირველი რაც გამოვუშვით. ჩემი აზრით არა უშავდა, ვიღაცაებისთვის კარგი იყო, ვიღაცაებისთვის ცუდი იყო. გადავაკეთეთ, დავხვეწეთ, რაღაც ამოვიღეთ, რაღაც დავამატეთ, გამოვუშვით მეორე ბეჭში. ის ძალიან კარგი. ეს უკვე ის არის გითხეს. მაგრამ იქაც შეიძლება რაღაც შეიცვალოს, იმიტომ რომ კლასიკა ჯინებს, როდესაც ჩვენ ვაგემოვნებთ, ხო ხედავთ, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ. რეალობა ეს არის რა. ჯერ კიდევ უნდა განვითარდეს და უნდა მივიდეთ. კარგია, რომ სულ მაგას ცდილობ. ამიტომ კი. ჩვენ ძალიან კარგი ჯინი გვაქვს, მაგრამ არ გავჩერდებით, სანამ რაღაც იმ წერტილამდე არ მივარდეთ. და როდესაც კონკრეტული პროდუქტი მიაღწევს ამ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან იმ სახეს, რაც უნდა კონდეს, შეგვიძლია ის დავტოვოთ როგორც არის და დაიწყოს სხვა ექსპერიმენტები, ხო, სხვა სახე. ჯერ მე ვამბობ, რომ პროდუქტი შუა გზაში არ უნდა მივატოვოთ. გასაგებია, აბსოლუტურად მესმის. ის რომ პროდუქტი წარმოებაში ჩავუშვით და ვყიდით, ეს არნიშნავს, რომ პროდუქტმა თავის საბოლოო სახე მიიღო. აი ეხლა ძალიან საინტერესო რამე უნდა გითხო. თქვათ, პირველი გამოვხადეთ, კარგია, შვენიერია, დამწყები ვარ. და შევთავაზე ხალხს რომ ნახე ძმაო, აი ვყიდი მე ძალიან კარგ პროდუქტს. დალიეს მოეწონათ. მეორე გამოხდაზე უფრო კარგი გავაკეთე, ან რაღაცა ისეთი ვერ არის. ამას ხალხი როგორ ღებულობს?
რატო გეკითხები? იცი ხშირად იციან ხოლმე ქართველებმა იმის თქმა, რომ ბიჭო თავიდან დაიწყეს და მერე გააფუჭეს. ან ესეთი იყო და ეხა არ მომწონს. შეიძლება უკეთესი იყო, მაგრამ ის ვერ ხვდება, რომ შენ უფრო უკეთესი გააკეთე და აღარ მოსწონს ან რაღაცა. ეს ექსპერიმენტები და ხარისხის გაუმჯობესება და გემოსცვლა როგორ მოქმედებს მომხმარებელს, შენი დაკვირვებებს? კი, მოქმედებს. ხომარ გეტყვის, რომ ეხა შენ რამდენი უნდა აკეთო, ესე მოდი თავი გამანებე რა და წავალ ისევ რაღაცა იმას აქ რამოდენიმე მომენტია. პირველ რიგში წეღან რაც თქვი, არ უნდა იქნეს ისე გაგებული, რომ ჩვენ რაღაც პროდუქტი გავაკეთეთ და გავუშვით. არა, პროდუქტი უკვე უნდა იყოს ძალიან მაღალი ხარისხის, მაგრამ შემდეგ უკვე ბაზარზე გატანის შემდეგ მიღებული უკავშირით უნდა მიხვდეს შენ რა შეგეშალა და ეს ცვლილებები რაც შემდგომ პროდუქტში განხორციელება არასდროს არ არის რაღაც რადიკალური ცვლილება, რომ ანუ ერთი პროდუქტი და მეორე უცბად მეორე პროდუქტი აკეთებს. თუ ეს მოხდა, გამოდის, რომ იქ დასაწყისში ძალიან დიდი შეცდომაა რაღაც დაშვებული. ამიტომ ესეთი მომენტი ჩვენ არ გქონია. ჩვენ რამდენჯერაც ცვლილება განხორციელებია მხოლოდ მიესალმნენ. ხო, ანუ და კარგად ესმით? კი, მხოლოდ მიესალმნენ. პირიქით გეუბნებიან, რომ კარგია ბიჭებო, რაღაცა. კი, იმიტომ რომ პროფესიონალი ბარმენებისგან მოსმენილი აზრი მნიშვნელოვანია და შემდეგ ამ აზრის წარმოებაში გათვალისწინება დადებით ფიდბექს გვაძლევს რა. ანუ ის მომენტი, რომ ჩვენ რაღაც ძალიან დიდი ცვლილება გავაკეთებთ პროდუქტში, რომელმაც აბსოლუტურად ორგანოლეპტიკას სახე უცვალა, ესეთი არა, ეგრე რა თქმა უნდა. ესეთი ჩვენ არ გქონია. ეგ დამღუპველიც იქნება. ხო, დამღუპელი. ესეთი არ გქონია, იმიტომ რომ იქამდე ბევრია ნამუშევარი პროდუქცია. წავიდეთ ეხა ბარში. წავიდეთ. გადმოვედით ბარში, მეგობრებო, სადაც ერეკლე მოგვიყვება ძალიან საინტერესო ამბებს თავისი ნაწარმის შესახებ და განსაკუთრებით მაინტერესებს აი ეს კონკრეტული პროდუქტი, რომელიც არის შებოლილი ჭაჭა, ხო? ხო, ეს უბრალოდ მუხაში დაძველებული ჭაჭაა, მაგრამ შებოლილი ჭაჭა ჯერ წარმოებაში ჩაშვებული არ არის, ჩათვალე შენ ახლა გასინჯავ პროდუქტს, რომელიც ჯერ არ გამოსულა და რა მაგარია. მომიყევი ტექნოლოგია რა არის შებოლილი ჭაჭა? კი, ვეცდები რომ ის საიდუმლო არ გასწე. ბევრი რამე ვთქვა და ბევრი რამე. ხო, ბევრი რამე კი ბატონო, მაგრამ რაც შეიძლება რომ თქვა. ცოტა შორიდან დავიწყებ, მაშინ საერთოდ საიდან გაჩნდა ეს იდეა, რატო შებოლილი ჭაჭა? ალბათ ვისკის რაშუაში შებოლილი. ხო, იმიტომ რომ მე მომწონს. როდესაც ვისკს აქვს ეს ტორფირებული, შებოლილი არომატი, მე მომწონს რა. კი ბატონო. მომწონს შებოლილი ლორი, მომწონს შებოლილი ის. მოკლედ ბოლის გემო მომწონს, მომწონს და ლორ შევეშვათ ერთი წამით. თუ არსებობს შებოლილი ვისკი, რატო არ შეიძლება არსებობდეს შებოლილი ჭაჭა? გაჩნდა ეს კითხვა და რატო არ უნდა არსებობდეს, ვერ გავეცი ამას პასუხი. მაშინ მოდი არსებობდეს. ხედავ შენ. მაგრამ აქ არის პრობლემა, საიდან უნდა მივიღოთ კვამის არომატი ჭაჭაში? ვისკში ვიცით საიდან ვისკში ვიცით და გასაგები ამბავია ის იქ რატო ხდება და როგორ ხდება. აქ უკვე ბევრი ფიქრის მერე ასე შემდეგ მივედი ესეთ მეთოდამდე. ჩვენ გვაქვს უკვე მზა კლასიკური ჭაჭა. შემდეგ ხდება უკვე ჭაჭის მასის შრობა და შებოლვა, მაცერაცია და რედისტილაცია. ანუ ვისკშიც პრინციპში ეგ არის რა, შრობა და შებოლვა ქვევიდან. ხო, უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში მე ის იფქვება. ხო. აქაც იქ ხდება მარცვლეულის გაშრობა კვამზე და შესაბამისად მარცვლეული შებოლილია და უკვე ფერმენტაციის შემდეგ მიღებულ ფერმენტირებულ მასაში გვაქვს კვამის არომატი, რომელიც საბოლოო პროდუქტში ხდება. ჩვენ აქ ეგ არ გამოგვდის. აქ თუ შენ გამოხდის წინ ჭაჭას გააშრობ, იქიდან ალკოჰოლს მოაშორებ და დაგრჩება მშრალი მასა. ამიტომ შენ გჭირდება ორი კომპონენტი. პირველი პროდუქტი, რომელსაც უნდა გქონდეს კვამის არომატი და რაღაც რაც აქ შეიტანს კვამს. კვამის არომატს და გვაქვს, პრინციპში თავიდან ბოლომდე უყევია. აღარ გამოვიდა საიდუმლო. აღარ გამოვიდა, მოკლედ. არ მოყვე მართლა გეუბნები, თუ გინდა არ მოყვე. ხო, მოკლედ, შენ მოგიყვები, შეგიძლია მე მოჭრა რა. არა, ვის არის? თუ რამე საიდუმლო არის, რო არ მოჭრა და რაღაც რითი ბოლავ? რა ხე არის? წალამია. წალამია. ხო, კი ბატონო. კარგი მეგობრებო, იმედია რომ დაიცვა ერეკლემ თავისი საიდუმლო და ეხლა ყველაფერი მოვყევი. ეხლა აი ეს არის შებოლილი ჭაჭა, რომელიც ჯერ არ ჩამოსხმულა ბოთლებში და არ იყიდება ასე ფართოდ და მე მხვდა პატივი პირველმა გავსინჯო და გითხრათ რა გემოსი იქნება. ესე გადმოვას. კი. ოპა.
ეს არის ესე იგი პირველად აკეთებ ამას შენ. შეიძლება ითქვას. რა მოლოდინები გაქვს? ძალიან კარგი მოლოდინები. როგორ მიიღებს ჭაჭის და მაღალ ალკოჰოლური სასმელების მოყვარული ხალხი შებოლილ ჭაჭას? იმედი გაქვს, ხო? კი. კი. აბა ვნახოთ. გასინჯე? არის, კი. ძალიან საინტერესო არის. ვა. ცოტა დავაკლებ ამას. თან არბილი არის, ნახე. ამ შებოლილი ჭაჭით მე მინდა ოქრომჭედელის სახდელი, გამოსახდელი აკაურობა დავლოცო, უსურო წარმატება. ძალიან კარგ ბიჭთან ვარ მოსული და ძალიან მიხარია რომ ესეთი ენერგიული და მონდომებული ადამიანები რაღაცას ცდილობენ, აკეთებენ და ღმერთმა ხელი მოუმართოს მეგობრებო. ერეკლეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ერეკლესავით შრომობს, შრომა უნდა დაფასდეს. და შრომა სჭირდება ხელშეწყობაც. მოკლედ, ამ ხელშეწყობაზე და დაფასებაზე მე ეხლა ერეკლეს შენ გაგიმარჯოს და გაგიმარჯოს. შენს კლავ მარჯვენას გაუმარჯოს. გაიხარეთ, გაგიმარჯოთ. აი ამ ჭაჭით დავლოცოთ აბა და დავსინჯოთ. ბიჯოს რა გემრიელი არის. ძალიან რბილი არის მეგობრებო. ძალიან სასიამოვნო დასალევი არის. ის წარმოდგენა რომ მძიმე უნდა იყოს და გაგაჟრიალოთ ეგრე არ არის. ურბილესი, უგემრიელესი, ყურძნის არომატებით შენარჩუნებული აქვს და დამატებული აქვს კიდე შებოლილი. ჩემთვის ეს პირველად არის, პირველად ხდება ვისკი, ვიცი რაც არის, მაგრამ შებოლილი ჭაჭა პირველად გავსინჯე და ძალიან მომეწონა. ძალიან. მიხარია. ერთი იდეა მაქვს, ოღონდ ერთხელ გავაჟღერე და მითხრეს რომ არ გამოვაო და. აბა. შენ როგორც ძალიან პროფესიონალს უნდა გკითხო. მადლობ. ცქრიალა ჭაჭა გამოვა? არა. არა? ყველა მაგას მეუბნება რა. არ შეიძლება ყველაფერს ველოდი მაკითხვის გარდა. არა, ხო, არ შეიძლება ცქრიალა ჭაჭა გავაკეთოთ რაღაც. არა. შეიძლება ბუნებრივად ვერ გააკეთებ ცქრიალა ჭაჭას, იქ უნდა დაუმატო ის, მაგრამ რა იქნება? ცადოთ რა. ხო, გვიყვარს ხო, ექსპერიმენტები. იქნება კარგი გამოდის. ცადოთ. აი ხა, ესეთი მსუბუქი დასალევი, როგორიც შენი ჭაჭა არის, ესეთი გემრიელი დასალევი და ოდნავ ცქრიალი შეიძლება სისულელეს ვამბობ და ჯანდავას ვამბობდე რა, მაგრამ ჯობია თქვა რა, იმიტომ რომ ექსპერიმენტები და რაღაცები ესე ხდება, თუ არ იტყვი და თუ არ გააკეთებ, არ რო გააკეთებ და არ გამოვა, მე იტყვი რომ ნუ არ გამოდის რა. ხო, მიდია შებოლილი ჭაჭაც ცოტა ისეთი ვავი იყო რა. აგე რა ვიცი, ცადე ცქრიალა ჭაჭა და თუ გამოგივა, ვიფიქრე ფაქტაკი. კარგი, ეხა მომიყევი შენ ზოგადად ჩვენ ერთი შეცდომა დავუშვით ახლა. რა? ჩვენ უნდა დაგვეწყო კლასიკური ჭაჭის დაგება. არა უშავრა, ეს იმდენად გვინდო კი, ამან იცის რომ რეცეპტორებს იმაშრება ხოლმე, რა ქვია, მაგრამ იმდენად გვაინტერესებდა ეხა ჩვენ ეს შებოლილი, რომ ვეღარ მოვითმინე და გავსინჯეთ. ნედლეულზე მომიყევი რა. რა მნიშვნელობა აქვს კარგ ნედლეულს გამოხდაში? რატომ გეკითხები, იცი ამას, რომ ხშირად არის ხოლმე ისეთი წარმოდგენა, რომ ნებისმიერ რამე ჩაყარე კაცო გამოიხდება და გაფუჭებული ჭაჭა იყოს, დაობებული იყოს. არა აქვს მნიშვნელობა რა. ხანდახან არის ხოლმე რომ გააჩერებენ დიდხანს და გაზაფხულზე გამოხდიან და წარმოდგენა აქვთ რომ რაც უფრო დიდხანს არის ჭაჭა გაჩერებული უკეთესია. როგორი უნდა იყოს ნედლეული რომ კარგი ხარისხის ჭაჭა მივიღოთ. გინდაც ისა რა ქვია, ჯინ რა მნიშვნელობა აქვს? მხოლოდ ერთ რამეში არიან მართლები. ნებისმიერ რამე ჩაყარე და გამოიხდება. მანდ მთავრდება სიმართლე. ისე კი თუკო სხვა ამბებია. როგორც ნებისმიერ მარტივი მაგალითი, თუ გვინდა კარგი ღვინო, გჭირდება კარგი ყურძენი. თუ გვინდა კარგი ჭაჭა, გჭირდება ახალი და კარგი ხარისხის ნედლეული. გასაგებია, რომ დისტილაცია შედარებით ისეთია, პატიობს. დაუშვათ რაღაცას. ხო, ვიდრე ღვინო თქვა. კი ბატონო. რაღაცას გაპატიებს, ცოტას. მაგრამ ბევრს არაფერს. თუ ჩვენ საუბრობთ მაღალ ხარისხზე. დიახ. თუ ნედლეული არის არც ისე კარგი ხარისხის, მაგ შემთხვევაში უკვე ბევრი ანუ ცუდი ხარისხის ნედლეული შეუძლია მაგარმა გამომხდელმა გამოასწოროს და
მიიღოს ვერა ხო ვერ გამოასწორებ. აი დაძმარებულ ღვინოს გამოასწორებ? ვერ გამოასწორებ. ესეა მანდ. ჩემი გამოცდილებით რაც არის იმას ვიტყვი. როდესაც ნედლეული არის ცუდი, ხო, მაშინ გიწევს კიდევ უფრო მაღალი სპირტშემცველობის დისტილატი მიიღო, იმისთვის რომ არასასიამოვნო არომატები მოაშორო და უკვე მიდიხარ ნეიტრალურობისკენ. აჰა, გასაგებია და ჭაჭა აღარ არის. ჭაჭა აღარ არის, ხო. კი ბატონო. სპირტს იღებ, მაგრამ დისტილატი რა არის? დისტილატი არის არომატებით თამაში. თუ ეს არომატები ნედლეულში გაფუჭებულია, საიდან მოვა დისტილატი? ისე მეღვინე კაცი როგორ მოხვედი აქ გამომხდელობა. თავიდანვე ეს იყო მიზანი. ძალიან ბევრი მეღვინე არის. კი. და ძალიან ბევრი კარგი მეღვინე ყავს, მაგრამ გამომხდელები ცოტანი ხართ რა. აი რომ ფიქრობ ხოლმე ვისთან მივიდე, როგორ მივიდე, ახლა ძირითადად არიან მეღვინეები, რომლებიც თან ხდიან. ნუ ეგეც კარგია და ძალიან კარგია, მაგრამ ასეთი პროფესიონალი გამომხდელი, რომელიც მიმართული არის თავიდან ბოლომდე და მოწოდებული არის გამომხდელობისკენ, ცოტანი ხართ და როგორ ჯერ მეღვინეობა გიყვარდა თუ ჯერ ეს გიყვარდა? არა, თავიდანვე ეს იყო მიზანი. და უბრალოდ ისწავლე მეღვინეობას. უბრალოდ ჩვენთან ესეა ცალკე მიმართულება, ცალკე ფაკულტეტი, ცალკე მიმართულება. აი, ნახე უნდა მიგიყვანო ეხლა მივხვდი მაგას. ეს არ არსებობს ჩვენთან. მაღალ ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგიები არის ერთი ქოლგის ქვეშ მეღვინეობა, მევენახეობა პირობით და იქ ისწავლება. შესაბამისად, აბარი ფიქ და სწავლა ფიქ და ბოლოს ხარ მეღვინე, მევენახე ხო და აი ამას წინათ გქონდა საუბარი ჯგუფშიც და საჯაროთაც რომ ადამიანს უნდა ისწავლოს გამომხდელი დისტილერი დადგეს. ვერ შვები გესმის აქ რაღაცები უნდა იწვალო, ვიღაცას უნდა აი ესეთი რაღაც ასწავლებელი რო იყოს რომ თუნდაც კურსები რაღაც ერთთვიანი, ორთვიანი პროფესიული კურსები რო არსებობდეს. არ არსებობს ეგეთი რამე და ამაზე საფიქრებელია ხო და სერიოზულად გეუბნები რა. მე სერიოზულად ვამბობ აბსოლუტურად. იმიტომ რომ ძალიან კარგი საქმე არის და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი იქნება მოწადინებული, განსაკუთრებით ის ადამიანები ისწავლიან, ვინც მეღვინე არის, თან თავისი ღვინო აქვს და უნდა რომ მაღალი ხარისხის ჭაჭა ან რავი ნებისმიერი სასმელი მიიღოს. ამას საფიქრებელი არის ყველა კარგ დისტილერს მაგას ვეუბნები რომ ბიჭო იქნება რაღაცა ხო ეხლა დავიწყოთ კლასიკური ჭაჭით რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს თეთრი ჭაჭა იმიტომ რომ მან ყველაზე კარგად არის ხოლმე ყურძნისეული არომატები წარმოჩენილი და თან გავსინჯოთ თან მომიყევი და ერთი კითხვა კიდე ხილთან არა არ გინდა თუ ჯერ მზად არა ხარ თუ ჯერჯერობით არ მივსულ ვარ თხილამდე. საინტერესოა, იმიტომ რომ ჩემი მცირე გამოკითხვა რაც ჩავატარე, მცირე, ძალიან მცირე. ზოგიერთი გამომხდელი ამბობს, რომ ჩემი ხილის არაყი უკეთესად იყიდება, ვიდრე ჩემი ჭაჭა. საინტერესო არის. არა, მე ჭაჭისტი ვარ ისე, მაგრამ ხილის არყევით ძალიან საინტერესო ვართ მანდამდე, მაგრამ ნუ ივალთ ეტაპობრივად. ხო, ნუ ჭაჭა მაინც კარგია. ნახე რა არის პრობლემა. როდესაც უკვე უყურებ საკითხს, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ასევე ბიზნესის გადმოსახედიდან, ამას ვერ გავექცევით რა რამდენადაც რაღაცა ისე არ უნდა მივიდეთ საკითხს და ესე. მაშინ უკვე დგები ესეთი მოცემულობების წინაშე, მინიმუმ რა რაოდენობები უნდა გაკეთდეს, რომ ხო ხდები, რამხელა ბეჩები უნდა გააკეთო, რამხელა პარტია უნდა იყოს თითო. და აქ ამ ეტაპზე მაგის საჭიროება კი არა, საშუალება არ არის, რომ მაგალითად მე რაღაცა 50 ტონა ვაშლი გადავამუშავო, იმიტომ რომ 50 ტონა მაინც უნდა გადავამუშავო, რომ ხო, მესმის. რაღაცა საშუალო ზომის რაღაც შეკრა. მაგის საშუალება გადაამუშავო ფერმენტაცია, შემდეგ ან მთელი ციკლი მე ნარჩენების მართვა მოყვება, ეს ყველაფერი უნდა აწყობილი იყოს უკვე ხილზეც. და მანდამდე ჯერ არ მივსულვართ. და ხო, თან საინტერესო არის ის შენ რადგან გაგაქვს საზღვარგარეთ. საინტერესოა იქ როგორ უყურებენ იმას რა, ხილის არყებს რა. ამაზე ესე მოგითხრას სწორი ინფორმაცია რაღაც არ გექნება და კარგი თავი დავანებოთ.
მომიყევი ეს რა ჭაჭა არის და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მინდა კიდე დაგისვა, რომელსაც იშვიათად ვსვავ ხოლმე. წყალზე მინდა გელაპარაკო. მნიშვნელოვანი საკითხია ძალიან. უმნიშვნელოვანი. ხო, უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ნახევარი საქმე შეიძლება თუ არა 1-30% ხო მაინც არის წყალი. იმის გათვალისწინებით რომ საბოლოო პროდუქტში 60% წყალი გვაქვს. ხო, მაშინ 60%. ხო, ანუ ესე შეიძლება ეს 60-40 არა, მაგრამ თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. რა წყალს იყენებ, როგორ არბილებ, რა მეთოდით სინჯაო, დარბილება, რა სიხისტე, რამდენი გაწყობს, რამდენი არ გაწყობს და მომიყევი უშუალოდ რა მნიშვნელობა აქვს წყალს, იმიტომ რომ ბევრი ერთნახადი ჭაჭის მოყვარული და ზოგიერთი ორნახადი ჭაჭის მოყვარულიც ამბობს, რომ არ უნდა გაურიო ჭაჭა და ჯობია რომ აი ეს რაღაცნაირად არც კუდი შეგყვეს და არც რაღაცა თვითონ იმითვე დაარბილო, რომელიც ალბათ რთული არის. წყლის მნიშვნელობა ჭაჭაში. მოდი დავიწყებ იმით წეღან რას თქვი რომ წყალი არა და იმით დაარბილო, ნუ გასაგებია ეს საუბარი, აბსოლუტურად არასწორია. ანუ ჩემი აზრით კი არა, ანუ არასწორია. აბსოლუტურად არასწორია, ეგ მასე მიღებული პროდუქტი არ არის კარგი პროდუქტი. რას ამბობენ არომატებს კლავს, მაგალითად ჭაჭაში. ისინი ამბობენ რომ ნეიტრალურ სპირტზე კი ბატონო მოსულა, მაგრამ ჭაჭის ღირსება ის არის რომ შენ ეს ყურძნისეული არომატები მიიღო და შენ რო გამოხდილი წყალს ამატებო, ან გამოხდილი დარბილებულს, აი ეს არომატები აღარ არისო და კლავს. გასაგებია. მოდი ესე შევხედოთ მაშინ საკითხს. თეორიულად 80%-იან დისტილატს იღებს ჭაჭის. კი ბატონო. გაქვს ეს 80%-იანი დისტილატი. რატომ გადაწყვიტე რომ მიგეღო 80%? ან 85 პირობით. ხო, რა მნიშვნელობა? იმიტომ რომ თვლი რომ ასეთი გაწმენდის დისტილატი არის მაღალი ხარისხის დისტილატი. 85%-იან დისტილატს ინდალებს ეხა. ხო, შეუძლებელია. შეუძლებელი. ანუ გჭირდება დაუშვათ 40-იანი. ხო, გაქვს 80-იანი, გჭირდება 40-იანი. კარგი, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? რა უნდა შევურიოთ მას? რასთან ვაკუპაჟებთ? ცოტა ალბათ საიასთან. ესე იგი გამოდის რომ ხარისხს ვაფუჭებთ. მაგრამ ინარჩუნებ გემოს და არომატს. უშვებ კუდებს, მძიმე სპირტებს, ეთერზეთებს და მთელ შენ შრომას ყრი წყალში. მთელ შრომას. წყალი. რა თქმა უნდა. კარგი. რა წყალი? მე რასაც ვიყენებ, რა გჭირდება? გჭირდება დემინერალიზებული წყალი. უკუოსმოსის აპარატით აკეთებ, ხო? უკუოსმოსი. აი, იციან გამოხდილი წყალი, შეიძლება იყოს დარბილებული წყალი, მაგნიუმის ჩანაცვლება ხდება და დამარბილებლებით დარბილებული წყალი. ყოველ შემთხვევაში დღეის მდგომარეობით მე ვფიქრობ, რომ ესეთი ოქროს შუალედი არის უკუოსმოსში, მემბრანაში გაფილტრული წყალი. რატომ? იმიტომ რომ პირველი თითქმის სრულად ახდენს მინერალიზაციის აღმოფხვრას წყლიდან, თითქმის სრულად და კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი აქვს უკუოსმოსის მემბრანა მათ შორის ზრუნავს წყლის ჰიგიენასაც. აჰა, გასაგებია. მასში ვერ გაივლის ვირუსიც კი. გასაგებია. ბაქტერიებზე აღარ ასაუბრებ. გასაგებია. ამიტომ ხო, ასეთი უხეშ ტერმინს ვიხვარ. მკვდარი წყალი, სასურველია, იცი რატო რომ გოგამ მითხრა მოკლედ რა. ხო. ძალიან ხისტი როცაო, ბოლომდე აი უпростоრით ხის წყალს ბოლომდე არ ვანეიტრალებო რა. მისი გემოვნებით ალბათ ძალიან ცოტას უტოვებო. რომ უფრო მომწონსო, უფრო მინერალურია და უფრო მინერალურია. მე ასე არ ვიქცევი. მე მიჩვენია რომ ხო, მე ამას ვერ დავარქვი მკვდარ წყალს. მკვდარი წყალი უფრო დისტილირებული წყალია, ვიდრე ეს, იმიტომ რომ რაღაც რაოდენობით მინერალიზაცია ამას მაინც აქვს. უკუოსმოსში გაფილტრულ წყალს მაინც აქვს რაღაც დონით მინერალიზაცია, მაგრამ მაგ არის დასაშვები ზღვრები. რა ზღვარის მერე ჩვენ ვამბობთ, რომ მემბრანა შესაძლებელია, აი ამაზე მეტად მინერალიზებული წყალი თუ გვაქვს, მემბრანა ვერ მუშაობს. ამაზე ქვემოთ მუშაობს. ესე იგი რაღაც დონით მინერალიზაცია მაინც აქვს. მე ამას ვამჯობინებ, მირჩევნია გამოვიყენო ესეთი წყალი, ასეც ვიყენებდი თავიდანვე, მთელი ჩემი პროდუქცია ამის გარშემოა წყობილი, არომატები ესე მაქვს მიღებული
და ამიტომ მე ამას ვამჯობინებ და მიმაჩნია რომ ხო, ალბათ ოქროს ვარიანტი ამ შემთხვევაში. გოგამ რა მითხრა, იცი კიდე ძალიან საინტერესო რომ საზღვარგარეთო არისო დისტილერიებიო, რომლებიცო ცდილობენო, რომ თავისი პატარა საწარმოები ააშენონო მთებშიო ისეთ წყაროებთანო. ანუ ხვდები, საწარმოო მიიტანონი, განაწყალი მოიტანო. ზოგადად ეს ეკეთდება. იქიდანო ის რაღაცა წყაროსყალი. ეს ცნობილი ამბავია. დისტილერიები შენდებოდა წყალთან ახლო. იმდენად მნიშვნელოვანი არის წყალი რა. მავიც მე-19 საუკუნის ბიზნესმენი ვარ, რომელიც უნდა აშენოს დისტილერია. ვეძებ წყალს, პოულობ წყალს, წყლის რესურსს, მომწონს ეს წყალი, მივდივარ და ვაშენებ დისტილერიას. წყალთან ახლოს. ანუ ეს არის გადამწყვეტი, სადა არ არის, აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მთაშია გზა არ არის გაყვანილი, ეს ყველაფერი მეორე წყალია, წყალი იყო ყოველთვის მთავარი რა. და დღემდე ეგრეა. და მთებში, მაღალ მთებში უფრო რბილია წყალი. ბუნებრივად რბილ წყალთან შეიძლება გქონდეს საქმე. აი რასაც ჩვენ აქ უხეშად რო ვთქვა რა, რასაც ჩვენ აქ წვალობთ, გავფილტროთ ოკოსმოსში ან გამოხდა და იქ შეიძლება უკვე ეგ იყოს. ხო, უკვე ბევრი არის. საქართველოშიც გვაქვს ესეთი წყლის რესურსი ძალიან ბევრი. კი, გვაქვს, მაგრამ დისტილერიები იქ არ არის. ყინვარწვერზე ვერ ავიტან წყალს, ისა წყალს. გავსინჯოთ შენი კლასიკური ჭაჭა. ეს იყო პირველი რაც გამოხადი ალბათ, ხო? ანუ ამით დაიწყე. ეს იყო მოღვაწეობა. ეს სტილი უფრო სწორედ. ნახე როგორ იგრძნო, აი, რაც მე ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ წყალიც დამატებული აქვს და ორჯერაც იქნება გამოხდილი, მე არ ვიცი რა, შეიძლება სამჯერაც. რო წარმოგვიდგენია ხოლმე, რომ არომატები არ იქნება ეგეთ ჭაჭაში, სინამდვილეში სწორი გამოხდის მიხედვით არომატებსაც შევინარჩუნებთ და სასიამოვნო დასალევიც იქნება. კიდევ ერთხელ გაგიმარჯოს. აუმარჯოს საოქრო მჭედლოს. ყველას გაგიმარჯოთ, ვისაც ჭაჭა და მაღალ ალკოჰოლური სასმელები გიყვართ, სწორად მოიხმართ და პატივს სცემთ. ბიჭო. ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია. ოჩახ. მე სანამ გასინჯავდი დავაპირე თქმა და აღარ გითხარი, შეიძლება ესეთი არ გაგისინჯავს თქო, უბრალოდ ახლა ამას სწორად მინდა. არა, ძალიან სხვანაირია. მე როდესაც ეს გამოვხადე, მაშინ ვთქვი, რომ მაშინ ჯერ კიდე ძალიან დღემდე სწავლის პროცესში ვარ, მაგრამ მაშინ რად უცოდინარი ხარ რა, ანუ პირველი ხდებია, პირველი, მეორე, მესამე ხდაში რო ხარ ეს. ესე იგი გამოდის ესეთ მონებაში ვამბობ, ანუ გამოდის, რომ თუ სწორად გამოხდი, ჭაჭას უნდა კონდეს ნაზი, რაღაც ყვავილების არომატი. ეს იყო აი ამ პროდუქტში აღმოვაჩინე ეგ პირველად, თუ ესე გამოხდი, თურმე ის კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს ესეთი. და ის უნდა მოაშორო რა, ის რაც ვიცით, ის რაღაცა საშინელება. აი მართლა ეგ. აი ამ ყველაფერს ფარავს. თურმე არის განძი, რომელიც რაღაცით ტყით არის დაფარული. და რატო არ ვცემთ პატივს? მოდი ახლა ამაზე ზოგი თანდათან მოდის ეს პატივისცემა. მაგრამ ჩემ აზრს გეტყვი, აქამდე რატო იყო დაუფასებელი და უპატიოთ ეს ჩვენი განძი ჭაჭაზაც შენ ლაპარაკობ. ალბათ პირველი ისაა, რომ არასწორი ხდა, არ ვიცით. ეხლა მეც ჩემთან სოფელშიც და ის ბევრგან სოფელში სანამ გაჩნდებოდა კარგი საწარმოები, დაადგი ქვაბი, შეუნთე ცეცხლი, წამოვიდა დალიერა. არც არომატი აქვს იმას, საშინელი დასალევი არის და მომწამლელია. ყველა სიკეთესთან ერთად. მაგრამ როდესაც უკვე ასეთ ჭაჭასთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც უკვე პროფესიონალი გამომხდელი აკეთებს ამას, მართლა სასიამოვნო დასალევი ხდება. და ბევრად ჯობია იმ გაურკვეველ სპირტიან სასმელებს, რომელსაც მიჩვეული არის ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა. შევიდა მაღაზიაში, იაფად იყიდა გაურკვეველი რაღაც სპირტი, ნუ რაღაცა კარგი წარწერით, მაგრამ ხო, შეფუთვით და მაგრამ რა არის არ ვიცი და აღმოჩნდა კიდევაც აგერ ფალსიფიკაცია რო ხდებოდა, გამოვლინდა კიდევაც არაერთი შემთხვევა და აი მეგობრებო, რამდენჯერ მაქვს ნათქვამი და კიდე გავიმეორებ. არის ამ ქვეყანაში იმის საშუალება, რომ მოვიძიოთ ჩვენივე ქართული კარგი პროდუქტი, გემრიელი პროდუქტი, არომატული პროდუქტი და ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს ხელი შეუწყოთ, რომ მოხვალ და ადამიანს ნახავ
ნახავს ადაკეთებს, როგორ აკეთებს, ნდობაც გაგიჩნდება, ინტერესი გაგიჩნდება და შეგიყვარდება კიდევაც ეს სასმელი და იქნება თავიც დავანებოთ მე იმ მაღაზიაში ნაყიდ გაურკვეველ რაღაცა სპირტებს რა. ძალიან გემრიელი არის. ეს თანდათან დაფასდება, იმიტომ რომ კარგი მხდელები მოდიხართ, კარგი თაობები მოდის და თუ ის სასწავლებელიც იქნება, რაზეც წეღან ვისაუბრეთ, გამრავლდებიან კარგი მხდელები და კარგი პროდუქტი გაჩნდება. და ჩაანაცვლებს იმ რაღაცა ვირეშმაკულ სპირტებს. იმედია. ეს ჩვენი, რავი, ჯინი იქნება თუ ჭაჭა რა მნიშვნელობა აქვს თუ ხილის არაყი რა. ნუ ხალხიან უნდა იყოს, ეს არის მთავარი და მათ შორის ხილის, ჭაჭაც და ასე ჯინის და ჯინზე მომიყევი ახლა. ჯინი. ჯინი. უგინდა საიდუმლოებები არანაირი საიდუმლოება აქ არ არის ამ შემთხვევაში, ეს არის კლასიკური London dry სტილის ჯინი და ამიტომ აქ საიდუმლოებები არ გვაქვს. კი ბატონო, ჩვეულებრივ კი ბატონო. ჯინის წარმოების იდეა და სურვილი თავიდანვე იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის აქაც მე რაღაც სანამ განხორციელებამდე მივა, თელებს გავდივარ მოკლედ ესეთი იყო მთელი ამბავი რა. სანამ მოკლედ ბოთლამდე მივა, მანამდე კი მთელი ამბავია იქამდე. ჯინის შემთხვევაში ჯერ ჭაჭა იყო თუ ჯერ ჯინი? ჯერ ჭაჭა იყო. მერე ჯინი. ჯერ ჭაჭა იყო, მერე ჯინი იყო. ბოლოს იყო მოკლედ ჯინი რა. ჯინის შემთხვევაში, მოკლედ ვიტყვი, ზოგადად რა არის ჯინი? კი ბატონო, კი ბატონო. და რა სჭირდება ჯინის მიღებას? ჯინი არის ნეიტრალური რექტიფიცირებული ალკოჰოლი, როგორც ბაზა, ეს აუცილებელია, ეს უნდა გამოვიყენოთ ბაზად. აუცილებელი ინგრედიენტი არის ღვია. კი ბატონო. ღვიის მარცვლები და ამის შემდეგ ეს არის აუცილებელი, ანუ საკანონმდებლო დონეზე აუცილებელია. ამის შემდეგ არის კიდევ ინგრედიენტები, რომელიც ესე საკანონმდებლო დონეზე აუცილებელი არ არის, მაგრამ როგორც წესი აუცილებლად გამოიყენება, ეს არის კინძის მარცვალი, კინძის თესლი ასე ვთქვათ, ეს არის ანგელოზას ფესვი, ეს არის ციტრუსი და ამის შემდეგ იდეაში თავისუფალი ხარ ზევიდან დანარჩენი როგორც გინდა თავარი არის ესენი იყოს რა. ხო რა. უმთავრესი არის ღვია, ღვიის გარეშე ჯინი ამზადდება. როდესაც მივედით ღვიის მოპოვების ხო, აი საინტერესოა. მაშინ მე და ჩემმა პარტნიორმა ესეთი საკმაოდ ესეთი რთული ამოცანა დავისახდით, ჩვენ გვინდა გქონდეს ქართული ღვია. ვა, იმიტომ რომ მარტივია იმპორტი და არის, მაგრამ საქართველოშიც გვაქვს ღვია, იმიტომ რომ ჯუნიპერ კომუნუსი ეს არის დედაჯიში მოკლედ ღვიის და ამ ღვიის გავრცელების არეალი რო ნახო დედამიწაზე, მათ შორის კავკასია, სამხრეთ კავკასია, კავკასიონი, სამხრეთ ფერდობი და არა მარტო არის გავრცელებული. დავიწყეთ ძებნა მთაში, ბარში, ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში მოვიკვლიეთ ამ ჯუნიპერ კომუნს ერთ-ერთი ქვეჯიში. მონადირეებს გადავხადეთ ფული, დაკრეფა, შრობა. იშოვეთ რა. იშოვეთ, მოკლედ და ვაწარმოებთ ჯინს ქართული ღვიის ბაზაზე. ასლაპარაკობ. ანუ ეხლა შენ რასაც მეუბნე, პირველი ხარ ამ ამბავში რა. ალბათ. მოკლედ როგორ იყო ჩემი პარტნიორი ბრენდი, რომელზეც ვისაუბრეთ წეღან, პირველი ის გამოუშვით ქართული ღვიის და შემდეგ მიყვა უკვე გოლდსმიტი. მაგრამ ქართული ღვიის გამოყენება ამ ჯინის წარმოებაში, ამ დისტილერიაში მოხდა. ალბათ იქამდე შეიძლება სხვაგან მე არ მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი, სხვები უფრო ადრე იყვნენ თუ ჩვენ უფრო ადრე ვიყავით, ეს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ ერთ-ერთი თუ ყველაზე პირველები არა, ერთ-ერთი არა, ეს ძალიან მაგარი ამბავია და სარეკლამოთაც ძალიან მაგარი ამბავია რა, როცა ქართულ ღვიას ვიყენებთ. არ იყო მარტივი ამბავი, დიდი შრომა არის ამაში ჩადებული, მათ შორის ჩემი მეგობრის მხრიდან, რომ მოპოვება ყოფილიყო, საერთოდ ცოდნა არ არსებობდა, სად რა შეიძლებოდა, იმიტომ რომ აქ ბევრი ჯიშია, ბევრი ქვეჯიშია, ყველა არ გამოიყენება, ზოგი მომწამლავია. და აი ცოდნა რა. მთელი ესეთი საკითხი მაგრამ ამ წვალებამ შედეგი გამოიღო. კი, გვაქვს ქართული ღვია, უკვე სრულად ქართული ღვით ვამზადებთ, არანაირი შერევა ან უშუალოდ 30%, 70% ესეთი არაფერი არ. მაგდენი იშოვება ამ ქვეყანაში. კი, შოულობთ. და ჩვენ შემთხვევაში ეს არის კლასიკური მშრალი ჯინი, რომელიც ბევრი სახე გაიარა უკვე
პირველი ბეჭი, მეორე, მესამე, ეს მეოთხე ან მეხუთე ბეჭი ეს იმას ლეკითხა აღარ მახსოვს, მაგრამ ნუ ვფიქრობთ, რომ უკვე თითქმის თავის სრულყოფილ სახეს მიაღწია როგორც ქართულმა ჯინმა. ეს შენ ახლა მოგწონს და როგორც ეგან თქვი, შეიძლება სხვაზე დაიწყო უკვე ექსპერიმენტები ჩატარება. არის უკვე რაღაც ექსპერიმენტები, კი არის. უბრალოდ ესე ყველაფერს ერთად ბაზარზე ხო არ გამოუშვებს კომპანია. ხო და აი ახლა პატარა განცხადება მიმართვასავით მინდა გავაკეთო, რომ ამდენს წვალობენ ჩვენი ქართველი გამომხდელები თუ დისტილერები და მათ ჭირდებათ ძალიან ხელშეწყობა. კერძოდ რას გულისხმობ? ასეთ პატარა საწარმოებს, როგორიც Goldsmith-ია და სხვები კიდე უფრო პატარებიც ბევრი არის, ხო, მათთვის არის ძალიან რთული აქციზური მარკის გადასახადი რა. 6 ლარიალიტრზე, ხო? თუ არ ვწდები სადღაც. გააჩნია რა პროდუქციებს საუბრობთ. ამაზე და შეგვიძლია ვისაუბროთ, მე უკვე ძალიან კარგად შემიძლია გავშალო ეგ საკითხი. უნდა გავშალოთ, იცი რატო, რომ იქნება რამენაირად მივაწვინოთ ხმა და დაიწყონ მუშაობა იმის შესახებ. ან რაღაცაზე შევთანხმდეთ, რომ მაგალითად ვინც აწარმოებს წელიწადში 30,000, 50,000 ბოთლს, იმათ მაინც გქონდეთ შეღავათი. არ არის აქ მილიონს და 2 მილიონ ბოთლს ვინც აწარმოებს რა, რომ ეს იქნება დიდი შეღავათი და დიდი დახმარება, იმიტომ რომ არ შეიძლება ამხელა გადასახადები გადაიხადოს ძალიან პატარა მეწარმე, როგორიც ახლა ჩვენ ვართ. ამას კიდე ემატება ის, რომ საკმარისია მაღალ ალკოჰოლური სასმელი ჭაჭა ჩამოასხა და გაყიდო, მცირე მეწარმე აღარ ახარ და ხდები ეგრევე შეპს, რაც ართულებს ბუღალტერიას. არის რთული პროცესები. თუ ჩვენ გვინდა ეროვნული პროდუქტის განვითარება, ამას საკანონმდებლო დონეზე აუცილებლად უნდა შეეწყოს ხელი. უფრო წვრილად მოდი ვისაუბროთ ახლა ამ საკითხზე და ნორმალურად თქვათ, აი რა პრობლემების წინაშე დგას აი ეს სფერო ამ აქციზური მარკითა და თქვათ შპს ხო გასაგებია. მოკლედ რამდენი არის აქციზის გადასახადი? რამდენი არის აქციზის გადასახადი ჭაჭაზე? ჭაჭაზე. ნუ აქციზის გადასახადი მიბმული არის ალკოჰოლის შემცველობაზე სითხეში. ხო. ამიტომ მარტივი გასაგები რომ იყოს, თქვათ 40%-იანი 1 ლიტრი. ხო. 1 ლიტრი 40%-იანი ჭაჭა იბეგრება 6 ლარის ოდენობის აქციზით. ძალიან ბევრი. ხო. 1 ლიტრი 40%-იანი ჯინი იბეგრება 9 ლარის ოდენობის აქციზით. და ეს როგორ აძვირებს მე? ხო, პროდუქტს აძვირებს. თავისთავად აძვირებს. კარგი იქნებოდა ალბათ რაღაც ცოტა სხვანაირად იყოს, მაგრამ ანუ ერთ ბოთლს გააკეთებ თუ 1 მილიონს მნიშვნელობა არ აქვს, თან თავარი ეგ არის, ხო? აი დიდი ქარხანა, რომელიც მილიონობით ბოთლს ისიც ასე იხდის და ვისაც 1000-2000 ბოთლი აქვს სიტყვაზე წელიწადში, ან 10,000, 20,000, ისიც იგივენაირად განსხვავება არ არის. კი, მე ოდნავ განსხვავებულად უყურებ, რა, ბევრი აზრი მომისმენია ამაზე, ბევრი მათ შორის გათავისუფლებული უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მე ოდნავ განსხვავებულად უყურებ და იქ სადღაც კიდე მეორე მიმართულებაშიც რისკს ვხედავ და გეტყვი მაგას რა. აი დაუშვათ გათავისუფლება მოხდა, ამას მე რა შეიძლება მოყვეს და როგორ შეიძლება იქნას ბოროტად გამოყენებული, მაგალითად დიდების მხრიდან პატარებად დაშლა და ასე შემდეგ. იქაც შეიძლება რისკები. ხო, იქაც შეიძლება ფირმას გააკეთებს და ჩვენ რეალურად სხვა პრობლემა გვიდგას. აქციზი რა თქმა უნდა ტვირთია, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის ან ამისი პირობითად მოხდით ჩვენ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. გაგიხსნი რატო ვერ მოვაგვარებთ? უმთავრესი პრობლემა არის არა აქციზი, არამედ როგორ მუშაობს ბაზარი. ბაზარი მუშაობს ისე, რომ ვერ შედიხარ მაღაზიებში, ვერ შედიხარ ქსელებში, ფულთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. მაღაზიას უნდა გადაუხადო, ხო? ნახე აქციზამდე საერთოდ არ მივსულვარ, არ გამიყიდი, ანუ ჯერ უნდა გავყიდო, რომ იმ თვეში, საბუღალტრო თვეში შემდეგ გადასახად ჯერ საერთოდ არ გამიყიდია. ფული ამიღია კი არა, მაღაზიაში არ შემიტანი, ანუ ბაზარზე ვერ შევდივარ, თუ შევედი ფულს არ მიხდიან. კი, აი ეგ ძალიან კარგ რაღაცას შეეხება. პრობლემა არის ეგ რა. თუ ეგ საკითხი მეტნაკლებად დალაგებული და ჯანსაღი იქნება ქვეყანაში, ეს აქციზი იმხელა პრობლემა არის. რა თქმა უნდა, უმჯობესია მცირე მეწარმეს კონდეს ხელშეწყობა. რაღაცნაირად რაღაც შეღავათი კონდეს. მაგრამ აქციზი ძალიან თავისებური გადასახადია და ესე მარტივად მან რაღაცები. აი, კარგი, მოკლედ, აი მე გეტყვი რა, ჩვენც ქონია ურთიერთობა მაღაზიებთან. კი. ან cashback-ს გთხოვენ. კი. დიდი არის ეს cashback-ი, ან ვერ შეგაგ. ვერ შეგაგ.
ან თუ ფული არა ხო ანუ ხო რა კი ბატონო მაგას ვამ თქვათ აი 3 ბოთლი თუ მიუტანე პირობითად 2 კიდე უნდა აჩუქო კი თქვენ არ შეხებთ სავარაუდოდ ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს ასახებ არა აი ჰორეკა სექტორში აქტუალურია კი ალბათ ცოტა მეორე მხრიდან რო შევხედო შეიძლება ეხლა პატარა კომპანია ამბობს რომ ესაც ცუდია და მართლაც ცუდია მაგრამ შეიძლება შერო დიდი იყო მე შენც რატომაც არ მქონდეს ექსკლუზიური კონტრაქტი ამ ბართან და მე მოვამარაგო სულ შეიძლება მე შენც ასე იფიქრო მაგრამ ხო როცა მაგრამ რეალობა არის ერთი ესე იყოს არა ეს ხელს უშლის პატარებს დღევანდელი ბაზრის მდგომარეობა ხელის შემშლელია მე რა ეტაპზეც ვარ, ჩემთვისაც ხელი შემშლელია და ჩემზე პატარები ვინც არიან, ანუ ეხლა ვინც იწყებენ, იმათთვის დამუკველი. ანუ აზრი არა ამ პირობებში, ხო, პირდაპირ ვამბობ რა. დისტილერი გავხდე და ჩამოვასწრე, აზრი არა. ძალიან რთული საკითხია, ძალიან რთული საკითხია და მანდ როდესაც აი რო გახდე დისტილერი და შენ პროდუქტი ჩამოასხა, აღმოაჩენ რომ ეს აქციზი კი ტვირთია, მაგრამ ამაზე მეტი ტვირთები მოყვება რა, ამაზე მეტი პრობლემები მოყვება. ანუ მე რომ მგონია რომ აქციის უნდა დავეჯახო, რაღაცა უზარმაზარი ძალიან დიდი ოკეანეა და ძალიან კომპლექსური საკითხია ეს და ამიტომ ვამბობ რომ ცოტა განსხვავებულად ვუყურებ მეთქი რა, რომ ამასთან დაკავშირებით კიდე ალბათ მოგვიწევს ჩვენ სხვებთანაც რა რაღაც გადაცემების გაკეთება, რომ იქნება კარგად ჩამოვაყალიბოთ ეს პრობლემები და რაღაც შევთავაზოთ უთხრათ ეს საკანონმდებლო ორგანო იქნება თუ აღმასრულებელი ამ მნიშვნელობა აქვს რომ უბრალოდ ხმამბი ვაწვდინოთ რომ ხალხო აი ეს პატარა მეწარმეებს გვიჭირს და იქნება ამაზე ვიმუშაოთ რა ბიზნესი მუშაობს როგორ გითხრა ეს უხეშად რო ვთქვა ველური წესებით დღეს საქართველოს ბაზარი მუშაობს ველური წესებით რა შენ ჯერ გაყიდე და მე იქნები ჩემთვის საინტერესო და სად გავყიდო. ხო და აი ახლა შე რო არ გაგქონდეს საზღვარგარეთ. დღეს საქართველოში ამას გექნებოდა? აქ არ იქნებოდი რა მაგას ვამბობ. აქ არაფერი არ იქნებოდა. არაფერი არ იქნებოდა. კი. სანამ აი როგორ წეღავ თქვი რა სანამ აქციზის გადახდამდე მიხვალ მანამდეა უკვე პრობლემა იმიტომ რომ ნახე მე მოკიდე შენ კონსიგნაცია 1 თვე 3 თვე 2 კვირა არ ჩაირიცხა ვაიმე გავყოლები წადი კომპანიას მოკითხე ვერ აღარ გიხდის გადაგაგდო ესე რა გასაგებენაზე რო ვთქვათ აი ეს არის მთავარი პრობლემა და თან თუ გაყიდა ვაი და გაყიდა წარმოებელზე ბევრად მეტი ფული რჩება იმას რა დამიჯერე ასე შენ წვალობ შუაზე იხევი იმასთან შეგაკ დაუდებ მაღაზიაში თუ გაყიდა მაინც შენზე კარგად არის თუ არ გაყიდა და იმ ფულს ხო აღარ გიბრუნებს და რა ნუ ჩემ შემთხვევაში მე ბევრ ამაში გამიმართლა პირდაპირ ვამბობ რა ხო ძალიან ბევრ ამაში გამიღიმა ბედმა მათ შორის დისტრიბუტორში სადისტრიბუციო კომპანია რომელიც ჩემი პარტნიორია ჯიგარი ხარ ვალერი აქედან ვამბობ გაგიმარჯოს კი ეგაც პრობლემა მცირე სადისტრიბუციო ბევრისგან გამიგია მე რადგან სხვასთან შეხება არ მქონია არ ვიცი ბევრი არ იქცევა ეთიკურად კარგი ამ საკითხებზე სხვა დროს კარგად ვილაპარაკოთ მე სხვებსაც გამოვკითხავ დაგეგმილი მაქვს სხვებთან მისვლა და მინდა რომ ასეთ საკითხებზე ცოტა ისე ვილაპარაკოთ რომ იქნება რაღაცა ჩვენც გამოგვივიდეს თქვენც უფრო სწორედ და კი ბატონო გამოგვივიდეს მე მინდა დიდი მადლობა გითხრა პირველ რიგში იმისთვის რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებ კიდევ ერთხელ გეუბნები ღმერთმა ხელი მოგიმართოს და შენი ნაწარმი თავიდან ბოლომდე გაგეყიდოს აქაც გაგეყიდოს ამ ქვეყანაში იმიტომ რომ კარგს აკეთებ და ჯობია რომ ეს ნაწარმი იყიდებოდეს და ამას ვსვავდეთ და გემრიელიც არის არც ვიწამლებით და თან ერთმანეთს ვეხმარებით ვიდრე სხვა რამეს რა ჩვენ შევხვდებით კიდევ არაერთგზის რა თქმა უნდა ახალ ექსპერიმენტებს რო ჩაატარებ ხოლმე და ჩამოასხავ ხოლმე დამიძახე და გადავიღოთ აუცილებლად კარგად მადლობა სტუმრობისთვის კაი ხარ კარგად მეგობრებო ახალთვის